საპროტესტო აქცია ბათუმში 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს წინ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა კარვებში უკვე მეხუთე ღამე გაათენეს. მათი მოთხოვნები უცვლელია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა ჟურნალის მზი ამაღლობელისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებაა და მისი გათავისუფლებაა. ბათუმელების და ნეტგაზეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი, როგორც უკვე გითხარით, აგრძელებს შიმშილობას. ჩვენი ბრძოლა გრძელდება იქამდე, სადამდეც არ იქნება გათავისუფლებული მზია ამაღლობელი და სხვა დაკავებული პატიმრები. მეხუთე დღეა ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვათენებთ და ჩვენი ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და ჩვენ ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვართ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიღებთ. ნახეთ გუშინ ჩვენმა ხელისუფლებამ როგორი ჟღლეტა მოაწყო თბილისის ქუჩებში და რა დაუნდობლად ისცემდა ადამიანებს და როგორ უსწორდებოდა. ეს არის ამ დიქტატორის რეჟიმის გამოძახილი, მაგრამ იმასაც ხედავდნენ ალბათ, როგორ მედგრად იდგნენ ადამიანები და როგორ არ გაწყდა ჩვენი ერი, რისთვისაც მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ იყო. რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას ბათუმში, ეს ბრძოლა არ დასრულდება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე